იო, როგორც იქნა კუნძულიც ვიპოვე. დიდი აილანდი, დაკარგული კუნძული. კუნძული, სადაც კომანდ ბლოკია დამალული. ეს სულელი სოფლელები უკვე დიდი ხნის განმავლობაში მალავდნენ ამ კომანდ ბლოკს. იგი აუცილებლად ჩემი უნდა გახდეს. მოდი შევთვალიერებ სოფელს თუ როგორი გამოუვიდა. იო, ჩილ, დაწყნარდი. აქ უბრალოდ გავლით ვარ შემოსული, მე რა ხმალი მაქვს. რა საჭიროა ოფსიდიანი? კარების დაბლოკვები და ეგეთები. უბრალოდ გავისაუბროთ, მეტი არაფერი. იო, ეს რა არის? რა საჭიროა? გავითარება მომწონს? Why not? იო, მაგრად უმუშავია დიდი სამკუნძულზე. იო, რა მაგარი არმორი გაქვს, მართლა კაია, მომწონს. ზომბო, აქ რას აკეთებ? აქ რა გინდა ჩემ ცოლთან? ხო, შენი ცოლი, ხო. იცი, საინტერესო ამბავია, დავინახე როგორ იყო გაჭედილი საწოლის ქვეშ და გულმა არ მომითმია დავეხმარე. კი, 2-3ჯერ დავეხმარე. იო, მაგარი ბედი მაქვს, რა თქმა უნდა, ვიღაცის ცოლი იყო. რა საჭიროა ეგეთი აგრესია? უბრალოდ ეხმარებოდი ადამიანს, მოდ გავლით ვარ, მეტი არაფერი. ვის არ მოსვლია დახმარება? მით უმეტეს შენს თორთან. რა საჭიროა ეგეთი აგრესია? ხვალას დამპატიჟა ადამიანმა და ეხა თუ მომკლათ როგორ გამივარ, სირცხვილია, ეწყინება. შენი ცხოვრება გთავდება, ზომბო. ყველაფერს ინარებრაც გააკეთე. კიდე დიმადლობა რომ დამეხმარე და რაღაცეები, მაგრამ ერთი მაგარი კითხვა მაქვს. სანტა კლაუსის ფორმაში რა პუნჩი ხარ? სად არიან ირმები ან ელფები? რა იყო? eBay-ზე ხო არ გაყიდე? მოგწონს ხო ჩემი უნიფორმა? ესე იგი სანტა კლაუს გავარ და გაინტერესებს სად არიან ჩემი ირმები, ხო და გიპასუხებ. სამ შენი ტრაგის გადარჩენით ვიყავით დაკავებული, სადღაცას გამეპარნენ. ეხლა კი დააყენე ერთი ადგილი და გამომღები. ესეც ჩვენი ბაზა. თუ რამე ხდება, აქ ხდება. ამიტომაც აქ დაატირი ერთი ადგილი და უსაფრთხოდ იქნები. შორს მოწახვალ აქედან. ეს ვინ ჯანდაბაა? მე აქ არმია შევკრიბე და არა კლოუნები. ეს რა არის მაქსიმუმ წინააღმდეგე სიცრიე დახოცოს. რა ჯანდაბა ხდება ამ კუნძულზე ვიღაცამ გამაგებინოს? ხან მაბულინგებენ, ხან მირტყავენ, ხანაც კიდევ ვიღაცა მეკაიფება. ამისთვის არ ჩამოსულა ამ კუნძულზე ნამდვილად. მართლა არ მოგწონს აქაურობა? ხო და მეგობარო, გზა გრძელია. შეგიძლია გაუღვე. არავინ არ გაკავებს აქ. ჩვენ საკმარის მეტი საქმე გვაქვს. ვიღაცას რო არ მოვუაროთ აქ. ხვალ, სოფლებზე შეტევას ვიწყებთ. ეს ჩვენი უკანასკნელი გორდია. ყველაფერი რაც შევკრიბეთ, ყველაფერი გავყიდეთ, ყველაფერი რაც ქონდა ნაძარცვი, ყველაფერი აბსოლუტურად. ყველაფერი აქ არის. გინდა საქმე გააკეთო. აიღე ოქრო და წადი, იყიდე არმორი, იარაღი, რათა მოწინააღმდეგეს თავს დავესხათ და სოფლები გავანადგუროთ. ამ ოქროს პირობას გაძლევთ, რომ იდეალურად გამოვიყენებ. ყველაფერს იმისთვის გამოვიყენებ, რომ კაი საქმე გავაკეთო. და აბა ერთი მიპასუხეთ, ამაზე კაი საქმე რა არის? იდეალური საქმეა. მართალია არმიას და არაფერში დაეხმარება, მაგრამ საქმე თავად კაია. ხო და მიდი, დანთე ცეცხლი, არ გაჩერდე, დანთე ცეცხლი, მიდი, არ გაჩერდე, დანთე ცეცხლი, მიდი, ოქროს რაში გაძლევ, მიდი, დანთე ცეცხლი. მადლობა, ცოტა ციოდა. ჯანდაბა, თელი ოქრო რაც ქონდა, იმათ მივეცი. მართალია მაგრაც ეყავდა, მაგრა ანთევდა ცეცხლს, მაგრამ ჯანდაბას არ უნდა მექნა. მოიცა, ეს ვინ ჯანდაბაა? მეგობარო, ოქრო გაქვს? რა ჭირს ამ სოფელს? რა ჯანდაბა ხდება? კაი, ეს მხოლოდ ჩვენ შორის დარჩება და მეტი არაფერი. არაფერი არ მომხდარა და არაფერი არ გამიკედებია. გასაგებია? რავო? უფასო ოქრო? რა თქმა უნდა მინდა. ქვემოთ ვინ დატოვა ქვემოთ უფასო ოქრო? კაი, შევძრები. იო, კიდე ერთი ჩიტონა გაიფა მახეში. აბა რა გვაქვს? ახალი ხორცი. მოდი. მაგრად მოგეწონება დამიჯერე. ყოველ შემთხვევაში წინა სამს მაგრა მოეწონა. უფასო ოქრო. კაკადი ჯერები. მოდი. ესე. წავიდა. აბა გაიმზადე. მეზიზღება ეს სოფელი. უკვე სერიოზულად. საშინელებაა. ყველაფერი მომივიდა რა შეიძლება და მომსვლოდა. კაი ჯანდაბას ეს მაინც მაქვს. ყავის არმორი მაინც უთრია იმათ. ვითომ ყველაზე ძვირიანია, მეტი არაფერი. ყველაზე ძვირიანი არმორია რაც კი ვიპოვე. ძალიან მაგარია. მოწინააღმდეგეები კიდევ საშენებენ, ჩვენ კიდევ რაღაც ყავის არმორი გვაქვს. მეგობარო, 500 ოქრო გადატარით. ამაში დახარჯე?
ვიცოდი ვახაიდები არ უნდა გაგუშვა. მაგრამ 3 დღეა უკვე, 3 დღეა რაც ტყვია წამალი გავითავდა. ო, 3 დღეა რაც არ მიჭამია. იმიტომ ლაშარო ყველაფერი ერთ დღეს შეჭამე. ბატონო, პადა გული ცუცლი გრძნობს. პადა, თუ ერთ-ერთი ჩვენთაგანი მოკლეს, ხო, პირობა დავდოთ, რომ მეორე მის ოჯახს მიხედავს. კი ბატონო, ლაშა შენოვი შვილი ყავს. 4 ცოლი, ოჯახა, დის შვილი. როგორ ვინატო ნეტა მე მოკვდებით კი. შეტევაზე გამიშვეს. ისინი ფიქრობენ რომ მე მოვკვდები? ამ ზომბებივით? არა, ცდებიან. მე სიკვდილს არ ვაპირებ. მე გამარჯვებას ვაპირებ. მოდით აქ, აბა სოფლებს გონიათ რომ მე მომაჯობებენ? ნუ რას უკაცრავად. იო, ბარა, რა თქმა უნდა, ვიღაც სოლელის სუფლელები მე ვერ მაჯობებენ. ზევითაც ავედით და ეს სასახლეც უკვე ჩვენია. სასახლეთ უკეთდები, რა მნიშვნელობა აქვს? აბა, სოფელო, გაემზადე, მე ვბრუნდები. იო, მაგრამ საჯანდაბაში არიან ეს სულელი სოფლელები. საათსაც დაიმარნენ, ნუ თუ მაგდენი ტვინი აქვთ. არა და მგონია რომ საერთოდ იდიოტები არიან. ეს რა ხმა იყო? მეგობარო, შედი, შეამოწმე. რა ხდება შიგნით? ჯანდაბა. საკუთარი საქმე არაზოს არავის არ უნდა დაავალო. აბა, რომელი შევა? რომელი იქნება შემდეგი? დიახ, სურვილით არ იწვით არა? კაი, მე შევარ. იო, რა ხდება? ეს რა არის? რა დაემართათ სხვა სოფლელებს? მეგობარო, კარგად ახარ? ცეცხლია რანტო. რა ქნა, მოპატრონო მამანა. პანჯარა გოგეთ. გავიდე სუნი. სკივილი!